მოგესალმებით ყველას ამ ბოლო საუბარზე დღეს განვიხილავთ 21 თავს იოანეს სახარებიდან ბოლო თავია ეს ამ სახარების გამით დავასრულებთ ამ განმარტებას წინა თავში ჩვენ ნახეთ ქრისტეს აღდგომა მეოცე თავი მოგვითხრობდა ქრისტეს აღდგომაზე და როცა ის აღდგომის შემდეგ გამოეცხადა პირველად მარიამ მაგდალინელს, შემდეგ ის გამოეცხადა დედების ჯგუფს, რომელმაც თაყვანი ისცეს მას, იქვე საფლავის გზაზე საფლავისკენ. შემდეგ ის გამოეცხადა თავის მოციქულებს, თომას გარეშე, შემდეგ თომასთან ერთად, როცა თომას უთხრა, რომ ნეტარია ის, ვისაც არ სჭირდება ჩემი ხელების გასინჯვა და ფერდის ნახვა, რომ მიწამოს. შემდეგ თომა თაყვანის ცემს მას როგორც უფალს და ღმერთს მისცეს და 21 თავი იხსნება კიდევ ერთი სასწაულით, რომელსაც აღვიწერს იოანე. აი მე დავწერე მერვე სასწაული გალილეაში, კაცთა მებადურნი. ამ ნახეთ იოანეს სახარებაში იოანეს აღწერილი აქვს 7 სასწაული. ჩვენ ამაზე მთელი ეს განმარტებებში წინა 20 თავში ჩვენ ვისაუბრეთ 7 სასწაული აქვს ამორჩეული, რჩეული სასწაულები, რომელიც ამოარჩია იოანემ აღდგომამდე, ხო? და აღდგომის შემდეგ კიდე ერთი მერვე სასწაული, რომელსაც აღწერს იოანე. მე მინდა რომ გადავართ ამ მერვე სასწაულზე, ჩვენ სულ მოკლედ გავიხსენოთ ის 7 სასწაული. ყველა სასწაული, რომელსაც იოანე აღვიწერს ჩვენს, არის რაღაცის მიმანიშნებელი, ხო? უფალი ხომ ხალხის გასაკვირვებლად არ აკეთებს სასწაულებს, ხო? მცოდვილები როცა მას თხოვენ, მცოდვილები, რომელსაც ზურგ იგი ხომ თხოვენ მას სასწაულს და რასეუბნება უფალი? არ მიეცემა მემრუშე და უკეთურ მოდგმას სასწაული. სასწაული მათთვისაა, ვინც ღმერთს ეძებს, რომ იხილოს სასწაული და არსი დაინახოს მისი, ხო? სასწაული არის როგორც საჩვენებელი ნიშანი რაღაცის, ხო? აი ნიშანი რო დგას, ნიშანი ხომ არ არის მთავარი, ეგ საგზაო ნიშანი რო დგას გზაზე. ის ნიშანი ხომ არ არის ჩვენთვის მთავარი, აბა რა არის მთავარი? შინაარსი, რასაც ის ნიშანი გვეუბნება, ხომ ასეა? აი ასეა სასწაულები. თვითონ სიტყვას ქართული სიტყვა სასწაული, ნახეთ როგორ ამას ხომ მოიცავს. სასწავლი. ჩვენ უსვამობ, მაგრამ სასწავლი, რომ რაღაც ისწავლო იქიდან, აი ამას ნიშნავს ეს სასწაული. და პირველი სასწაული იყო კანას გალილეაში, როცა მან რაკნა წყალი ღვინოთ შესცვალა. და ეს სასწაული რის იმანიშნებელი იყო, რომ წყალი სიხარულად შეიცვალა. ანუ სიხარული მოვიდა ისრაელში. ხო? ღვინო ხო სიხარულის ნიშანია, სიმბოლოა. ძველ აღთქმაში ერთხელ, როცა სასჯელი მოევლინა ხალხს, წყალი სისხლად შეიცვალა, სიკვდილად შეიცვალა. და ახლა წყალი ღვინოთ იქცა, სიხარული მოვიდა ისრაელში და თან ქორწილში ხდება ეს, რომ სიძე მოვიდა თავის პატარ ძალთან, რომელიც არის იესო ქრისტე. მეორე სასწაული იყო იოანეს მეოთხე თავში კარის კაცის განკურნება, მეფის კარის კაცი. როგორც ჩანს, ჰეროდე მეფის მსახური იყო ეს კაცი და მოვიდა უფალთან და სთხოვს, რომ შვილი უყდება და დაეხმაროს. და უფალი ამბობს, რომ მე თუ არ გაჩვენებთ, რომ ამ ძალას რომ შემიძლია, მე ვიცი, რომ ისე არ იწუნებთ და განკურნავს შორიდან ამბობს სიტყვას და განიკურნება მის. ანუ მეფე გიყავთ მათ, ეს მეფე, მაგრამ ნამდვილი მეფე მოვიდა, რომელიც აჩვენებს, რომ მასა აქვს და უფლება, რომ მათ უშველოს. მესამე სასწაული მოხდა, მე იოანეს მეხუთე თავში ვნახეთ ჩვენ ბეთესდაზე, იერუსალიმში, ტაძართან, როცა 38 წლის ნეული კაცი დამბლა და ცემული კისრიდან მოწყვეტილი კაცი იწვა აუზის პირას და უფალმა უთხრა, გინდა განიკურნო და ესეუნება, კი უფალო, მაგრამ საშველი არ მაქვს. აი აქ წევარ და არავინ მყავს, რომ წყალში ჩამაგდოს, როცა აიმღრევა წყალი, რადგან მათ სწამდათ, რომ ანგელოზი ჩამოდის ზოგჯერ ამ წყალში ყოველ წელს და ამღრევს და ვინც პირველი ჩავა ის განიკურნება და უფალი ეუბნება, აიძექი, აიღე შენი საწოლი და წადი. ის ვისგანაც შენ კურნებას ელოდები იმ წყლისგან, აი აქ დგას შენს წინ, გინდა განკურნება.
კი ეუნება. ადექი და წადი და ადგება კაცი ეს წელმოწყვეტილი და ადგება და დამბალაცემული და მიდის. ეს არის მე-3 სასწაული. მე-4 სასწაული იყო გაწოდებული პურობის სასწაული, როცა მან 5000 კაცი 5 პურით და 2 თევზით დააპურა. მას მისდევდა ხო ხალხი ეს ძალიან ათასობით ადამიანი მისდევდა მას, ყველას უნდა პურნება, ყველას უნდა შეხებოდა მას და როდესაც დაინახა რომ და მოსაღამო და უფალმა შეეცოდა ხალხი და დასხნენ და აკურთხა. მხოლოდ 5 პური აქვს, 5 კერის პური აქვს და 2 თევზი და აკურთხა მადლობა შესწირა ღმერთს ამისთვის და დაიწყეს დარიგება და ყველას ეყო ყველა განაყრდა და კიდევ დარჩა ნარჩენი. ეს აჩვენა და ამის მერე, ნახეთ მე-4 სასწაულის მერე ეს იოანეს მე-5 თავშია. აი ამის მერე როცა მან დააპურა სასწაულებრად 5 პურით 5000 კაცი, იწყებს უფალი ლაპარაკს რაზე? მე ვარ ზეციდან ჩამოსული პური. გესმით? ეს პური კი არ არის ხალხო მთავარი, როცა თქვენ ჭამთ და მეორე დღეს ისევ გშიათ, არამედ სულიერი პური ეძიე. მე ვარ პური, რომელიც ჩამოვედი ზეციდან, ხო? აი მე წინა კვირას ქადაგებაში ვთქვი ის, რომ იესო ქრისტეს როდესაც ეშმაკისდიდა უდაბნოში, მას უთხრა რომ ქვები პურებად შესცვალეო და ჭამეო, ხო? და უფალმა ეს უარყო. აი ეს იოანეს სახარების მე-6 თავი, სადაც პურობის სასწაულია, 5000 კაცის დანაყრება 5 პურით მოთხრობილი, იმასთან არის კავშირში, ქრისტეს გამოცდასთან, გესმით? ჩვენ მხოლოდ ის იმ თავში მონათხრობი კი არ უნდა გავიგოთ, როცა მათეს სახარებაში მე-4 თავში ეშმაკიც დიც ქრისტეს. ის რატო ეუნება ქრისტეს რომ შეცვალე ქვები პურებად და ჭამე? შენ ხო ეს შეგიძლია. გესმით? ეუნება რომ შენც მიიღე და შენი მეფობა ამ სახით განამტკიცე. გესმით? და ეს 5000 კაცი რო დააპურა ქრისტემ 5 პურით, რა მოხდა? მოვიდნენ და უნდათ რომ მოეტაცებინათო ქრისტეო და გაემეფებინათო. რატომ? და ქრისტე ეუნება რომ თქვენ ჩემი მეფობა იცით რა, იმიტომ გინდათ რომ პური გინდათ და ამ პურს კი ნუეძებ ჩემ სიტყვას მოусმინეთ, სულიერი პურია მთავარი, გესმით? ამიტომ მათეს მე-4 თავი იოანეს მე-6 თავთან არის კავშირში. იქაც პურია, როცა ეშმაკიცდის და აქაც პურია, როცა ქრისტემ სასწაულებრივად მართლა შეცვალა, ხო? მართლა 5 პური შეცვალა ისე რომ ყველას ეყო. აზრი ამის ამ ძუნების ეს არის სინამდვილეში, გესმით? რომ თუ ქრისტე თუ იქ შეცვლი და აქაც მას უნდა შეეძლოეს და შელო ამით დაემორჩილო, მაგრამ ქრისტეს ეს არ უნდა, ამით დამორჩილება არ უნდა ქრისტეს ხალხის. მას უნდა რომ მის სიტყვას მოусმინონ და იწამონ ღმერთი. შემდეგ მე-5 სასწაული იყო, აი ამ პურობის სასწაულის შემდეგ გალილეის ტბის მეორე მხარეს გადადიან და მოწაფეები ნავში არიან და უფალი წყალზე სვლით მოდის, მათგან ფეხით მოდის წყალზე უფალი. და შეწუნდებიან და ამბობენ რომ ვინ არის ეს? საიდან მოვიდა ეს, ხო? როგორც ის ზეციური პური არიციან როგორ მოხდა ეს სასწაული, საიდან ჩამოვიდა ზეციდან პური, საიდან მოვიდა უფალი. ნახე, ეს ღელავს გალილეის ზღვა და დაუყვას უქადისმა. ეს არის სამყაროს ნიშანი. სიმბოლურად ეს განასახიერებს სამყაროს და ნავში არიან მოციქულები და იღუპებიან, ხო? ეშინიათ მათ და ქრისტე უნება მე ვარ, ნუ გეშინიათ, მე ვარ თქვენთან. ანუ ქრისტე გვიცავს, როდესაც ჩვენ ამ ამობუქრებულ ცხოვრების ზღვაში მივდივართ ნავით. მე-6 იყო ბრმის განკურნება, შობიდან ბრმაკაცის განკურნება იოანეს მე-9 თავში, როდესაც იგი იერუსალიმის ტაძარში კარნობის დღესასწაულზე ხვდება ამ შობიდან ბრმაკაც, რომელიც მათხოვრობს ტაძარში და მოუყვანენ მას ამ კაცს და ტალახს მოზილავს, თვალებზე წაუსმევს და სილოამის აუზში გააგზავნის, რომ დაიბანოს და ჩამოირეცხოს და აეხილება თვალი. და ამას რომ ბრმას რო თვალს აუხელს, რომელიც არსმენი არავის რომ შობიდან დაბადებიდან ბრმას თვალი ახელოდეს, რას ამბობს უფალი? მე ვარ ნათელი სოფლისა. მე ვარ ნათელი. კი, თვალი სხეულებრივად კი აეხილა თვალი ამ კაცს, მაგრამ სულიერი ნათელი უნდა იხილოთ. მე ვარ ნათელი, რომელიც მოვედი ამ სოფლად, მის მე გამომყვება არიulis ბნელში.
კარობის დღესასწაულზე ხდება ესეც და მე-7 სასწაული იყო ყველაზე ძლიერი ამათ შორის, რომელი იყო ლაზარეს აღდგინება. 4 დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინება, როდესაც ის შაბათს უკვე ზეთისხილის მთაზე არის, ზეთისხილის მთა ხო იერუსალიმთან იყო, მეორე დღეს უფალი შედის დიდებით იერუსალიმში, ბზობაა მეორე დღეს. და შაბათს უკვე ის ბეთანიაშია და მკვდრეთი და აღმდგარი ლაზარეც უკვე მასთან არის, იმიტომ რომ ცოტა ხნით ადრე აღადგინა მან იგი მკვდრეთით და გაოგნებულია მთელი ის იერუსალიმი, რომ ნახეს რომ მკვდარი გამოვიდა საფლავიდან. უკვე 4 დღის მკვდარი უკვე რომელიც ხსნას იწყებდა. და ნახეთ ამ 7 სასწაულსა და აი ამ მერვე სასწაულს შორის დგას რა? ქრისტეს აღდგომა თავად. აი ქრისტე აღდგა მკვდრეთით და აი ბოლო სასწაულს უჩვენებს თავის მოწაფეებს რომ განამტკიცოს რწმენაში. მოდი წავიკითხოთ ეს როგორ იწყება ეს იოანეს 21 თავი. თქვენს მიაყოლეთ თვალი, ვისაც გაქვთ სახარება. შემდგომად ამისა კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე და გამოეცხადა ასე. იყვნენ ერთად სიმონ პეტრე და თომა, ტყუპისცალად წოდებული და ნათანაელი, გალილეის კანადან და ზებედეს ძენი და 2 სხვა მოწაფე. უთხრა მათ სიმონ პეტრემ, სათევზაოდ მივდივარ, მიუგეს ჩვენს გამოყვებით. წავიდნენ და მაშინვე ჩასხდნენ ნავში, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. ხოლო როცა ინათა ნაპირზე იდგა იესო, მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ რომ იესოა. უთხრა მათ იესომ, შვილებო, საჭმელი თუ გაქვთ რამე? მიუგეს არა. ხოლო მან უთხრა მათ, ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ, ბადე და ჰპოვებთ. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს თევზის სიმრავლის გამო. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, უთხრა პეტრეს, ეს უფალია. სიმონ პეტრემ კი როცა გაიგონა უფალიაო, სამოსი შემოიხვია, ვინაიდან შიშველი იყო და ზღვაში გადახტა. ხოლო სხვა მოწაფეები ნავით გამოვიდნენ, ვინაიდან შორს არ იყვნენ ნაპირისაგან, ასე 200 წრთის მანძილზე და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. და როცა გამოვიდნენ ნაპირზე, დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხალი და ხოლო ზედ თევზი და პური. უთხრა მათ იესომ, მოიტანეთ თევზი, წეღანომ დაიჭირეთ. წავიდა სიმონ პეტრე და გამოათრია ნაპირზე ბადე, დიდრონი თევზებით სავსე, ასე 153 ცალი. თუმცა ამდენი იყო, მაინც არ დაიხა ბადე. უთხრა მათ იესომ, მოდით და ისაუზმეთ, ხოლო მოწაფეებთაგან ვერავინ გაბედა, ეკითხა იესოსთვის, ვინა ხარ შენ, ვინაიდან იცოდნენ რომ უფალია. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ და ეგრეთვე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ეს არის ის პირველი ნაწილი ამ თავის მერვე სასწაული, თევზაობის სასწაული, რომელიც მოხდა გალილეის ტბაში. სად მოხდა ეს სასწაული? ტიბერიადის ზღვა. ტიბერიადის ზღვა იგივეა, რაც გალილეის ტბა, გენესარეთის ტბა. სხვადასხვა სახელია. ტიბერიადის ტბა, იმიტომ რომ ტიბერიუსის საპატივსაცემოდ, იმპერატორის საპატივსაცემოდ იყო ქალაქი და იმის უწოდა ტბასაც უწოდეს ტბასაც ტიბერიის ტბა. მაგრამ გალილეაში, ეს არის უკვე გალილეაში. ტიბერიადის გარშემო იყო მეთევზეთა სოფლები. ერთ-ერთი იყო სწორედ კაპერნაუმი, სადაც იესო ქრისტე ცხოვრობდა. ნაზარეთიც ახლოს არის გალილეაშია და ახლოს არის გალილეის ტბიდან, გალილეის ზღვისგან, ტიბერიადის ზღვისგან. და უფალი მანამდე, ჯვარცმამდე, რამდენჯერმე ეუბნება მათ. ავდივართ იერუსალიმში და მე მელის ტანჯვა და სიკვდილი და მესამე დღეს აღდგომა და წინ წაგიდგები აღდგომის შემდეგ შეგხვდებით გალილეაში. აი მაგალითად მათეს 26-ე თავში ეუბნება ის რომ შეგხვდებით გალილეაში. ანუ მათ ეუბნებოდა უფალი რომ გალილეაში შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს. ანუ საიდანაც დავიწყეთ
იმიტომ რომ ისინი ხო გალილეები ყველა იყვნენ გალილეველები. თვითონაც უფალი იქ ცხოვრობდა და მისი მოწაფეებიც რომ აღდგომის შემდეგ შევხვდებით ისევ გალილეაში. მოწაფეებსაც, დედებსაც ამას ეუბნება ანგელოზი საფლავზე, რომ აქ რატომ ეძიებ ცოცხალს მკვდრებს შორის? აღდგა არ არის საქა. წადით უთხარით პეტრეს და მის მოწაფეებს, რომ წინ მიგიძღვით თქვენ გალილეას. და მოწაფეებმა ისიციან, რომ გალილეაში ხო გითხრა, რომ გალილეაში უნდა შევხვდეთო და აი იერუსალიმში რო გამოეცხადა მათ მერვე დღის 8 დღის შემდეგ ადგნენ და ყველანი წავიდნენ როგორც ჩანს გალილეაში, რომ გაახსენდათ, რომ იქ უნდა შევხვდეს უფალი. თან ასევე იმიტომ წავიდნენ გალილეაში, რომ გარკვეულწილად დაბნეულები და შეშინებულები არიან. იმიტომ რომ უფალი ჯვარზე აღესრულა. კი გამოეცხადა, მაგრამ ახლა რა იქნება, არ იციან. ამ დროს ადამიანი რას აკეთებს? სახში მიდის. სახში წავა, რომ დაუფიქრდეს რა ხდება, რა არის მის თავს, რა. ესენსაც სახში დაბრუნდნენ, არა მარტო სახში დაბრუნდნენ, არამედ პეტრე მოციქულთა თავი ამბობს, რომ ჩემ ხელობას უნდა დაუბრუნდე ისევ. დავიწყო ისევ მეთევზეობა და ამბობს თათევზაოდ მიდივარ და მოწაფეები უნებიან ჩვენ წამოვალთ ჩვენ ყველანი მეთევზეები არიან ესენ ძირითადად ეს მოციქულები და 7 მოწაფეა ამ დროს როცა თევზაობენ გალილეის ზღვაზე და ღამით თევზაობენ იმიტომ რომ ღამე იყო თევზჭერა ყველა უფრო სარგებლიანი და ვერაფერი დაიჭირეს იმ ღამეს როგორც ამბობს სახარება და დილას რო ირიჟრაჟა რამდენი მეტრით არიან გაშორებული ნაპირს? 200 წრთა არის დაახლოებით 80-90 მეტრი. 90 მეტრზე ხედავენ, რომ ნაპირზე ვიღაც დგას. განთიადია, გარიჟაშია. და არიციან ვინ არის, ხო, ჯერ ნაპირზე ვინ დგას. და დაუძახა იქიდან ვინც დგას ნაპირიდან, რომ შვილებო, საჭმელი გააქვთ რამე? და საჭმელი ნიშნავს ბერძნულში ასეა მისაყოლებელი გააქვთ რამე? ეს სიტყვა არის ნახე, მისაყოლებელი, იმიტომ რომ ძირითადი საჭმელი იყო მათთვის პური. ქერის ან ხორბლის პური. და თევზი იყო მისაყოლებელი. ხორცი იყო მისაყოლებელი. ან აი ბოსტნეული თქვა, ეს იყო მისაყოლებელი. და ამ სიტყვას ეუბნება, რომ გააქვთ რამე მისაყოლებელი საჭმელი და ესენებია რომ არა აქვთ. და უფალი ეუბნება, რომ ასწავლის, რომ მარჯვნივ ისროლეთ ბადე და დაიჭერთ. და მართლაც ისრიან და ამოიტანენ 153 ცალი თევზი იყო. რატო ახსენებს იოანე რიცხვს? იმიტომ რომ თევზები ასე აკეთებდნენ ყოველთვის, დაждდებოდნენ, თუ ერთად თევზაობდნენ, დაждდებოდნენ და დათვლიდნენ და გაიყოფდნენ ხოლმე ამ თევზს, ხო? ამ თევზს. და დათვალეს და 153 იყო, რატომ? იმიტომ რომ იოანე როცა ამას წერს, ამ დოკუმენტს გვაძლევს, რომ ჩვენ დავთვალეთ და ვინც ეს იცის, ის ამოწმება, რომ იქ 153 ცალი თევზი იყო, ნამდვილად ასე მოხდა. და იოანემ მიხვდა მისმა საყვარელმა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, რომ ხმა რომ გაიგონაო და მის იესოს თქვა, რომ ეს უფალიაო, მიხვდა, რომ ქრისტე იქნება. და პეტრემ როცა გაიგონა, რომ უფალიაო, რა გააკეთა, წელზევით შიშველი იყო და შერცხვა მოერიდა უფლის თან ეს გამოჩენის და წანსაც შემოიხვია ზედა სამოსი და გადახტა წყალში. წყალში იმიტომ გადახტა ალბათ რომ ის ბადე გამოეთრიათ, ხო? იმიტომ რომ ერთი უნდა ჩასულიყო ქვევით, ისეთი ბადეებით თევზაობდნენ, რომ უნდა ის ბადე ერთი ჩასულიყო და ისე გამოეტანათ. და გამოვიდნენ ნაპირთან და ნახეს ნაკვერცხალია და ზედ პური და თევზი დევს. ნაკვერცხალი კიდე სად იყო სხვა ადგილას იოანეს სახარებაში არის ნაკვერცხალი იყო. თუ გახსოვთ? როცა პეტრემ გასცა სამჯერ იესო ქრისტე. გახსოვთ კაიაფას ეზოში რო შევიდნენ. ნაკვერცხალის პირას იჯდნენო და იქ იცნეს პირველად პეტრე იქ მივიდა ის ქალი ვიღაცა მოსამ და იქ ჩააშერდა პეტრეს თვალებში რომ შენს მისი მოწაფე რა ნაკვერცხლის პირას. ნახეთ უფალი რას აკეთებს? იმეორებს იგივე სცენას, რომ ის რაც არ მოხდა სწორად მის მოყვარულ მოწაფეებს და გააოსწოროს, შეცვალოს, გესმით? ანუ ისევ ნაკვერცხალთან ხდება ეს სცენა, როცა ეხლა უკვე ნახავთ ცოტახანში, რომ პეტრე სამჯერ სიყვარულს უდასტურებს იესო ქრისტეს. და მოიტანეთო ბადეო ქრისტემ უთხრა, რაც დაიჭირეთ მოიტანეთო და გამოათრიეს და დათვალეს და ნახეს რამდენიც იყო. და უთხრა, მოდით ახლა და ისაუზმეთ. სულიერი მნიშვნელობა ამ სასწაულს რა აქვს?
ზიარება პურის ერთად ჭამა კიდევ აი რა შეიძლება იყოს ამის აი ყველაზე მთავარი მნიშვნელობა, სულიერი მნიშვნელობა. ნახეთ რა არის პეტრე დაც დაეცა და პეტრე ასე თქვა შერყეულია თავის მოციქულობაში. მან არ იცის მას კიდევ შეუძლია თუ არა იყოს ქრისტეს მოციქული. რწმენა აქვს, ცოტა შერყეულებს თავის რწმენა აქვს პირველ რიგში, ფულის რწმენა კი არა, თავის რწმენა აქვს შერყეული რომ აი პირდებოდა რომ მე შენთვის თავს დავდებ, მე მოვკვდები შენთვის, სხვებმა რო გიღალატონ, მე არ გიღალატებ და ხო გას სამჯერ უარყო იგი და შერყეული ამ რწმენაში. მოციქულებსაც გარკვეულწილად შიში აქვს, ხო? და პეტრე ამბობს რომ მე მეთევზეობას უნდა დაუბრუნდე. და ვერაფერს ვერ იჭერე. მოდის ქრისტე და ეხმარება მათ ამ თევზის დაჭერაში, ხო? და თან საჭმელს თვითონ ახვედრებს უფალი მათ ნაპირს. გამოვლენდა მზად არის საჭმელი. ქრისტე უნება მათ რომ მე თქვენი მეთევზეობა არ მჭირდება. თქვენ კაცთა მებადურობას უნდა დაუბრუნდეთ. აი ეს არის აზრი. როცა მან მოუწოდა პეტრეს, იოანეს, იაკობს, სხვა მოციქულებს, რას ეუბნება? რომ დაინახა გალილეის ტბისპირა სიჯდენო ეს დასაწყისია, ხო? მათეს ახარებს მეოთხე თავში რომ და ბადეებს კემსაოდნენო. რა უთხრა? დაანებეთ მაგ ბადეებს თავიო. მე გამომყევითო და გახდით კაცთა მებადურებად. აი ახლა დასასრულს, ხო? მისი ამ ქვეყანაზე ყოფნისას, ხო? რას ეუბნება? დაანებეთ მაგ ბადეს თავი. თქვენ კაცთა მებადურები უნდა იყოთ ისევ. და გჭირდება თუ საჭმელი გჭირდება თუ საუზმე პური თუ თევზი მე მოგცემ თქვენ. თვითონ არ გქონდათ არაფერი, უფალმა დააჭერინა ის თევზი, მისი რჩევით და გამოვიდნენ და დახვდათ იქვე გამზადებული უკვე შემწვარი თევზი და პური. მე მოგცემთ რაც საჭიროა ამისთვის, ამსახურებისთვის. დაუბრუნდით თქვენს საქმეს. აი ამას ეუბნება უფალი, აი ამ თევზჭერის სასწაული, არსი და მნიშვნელობა თუ დამაშია. მოწაფეებს გაახსენდეთ რომ ჩვენ ხო კაცთა მებადურები უნდა ვიყოთ. ეს არ არის საჭირო. და ნახეთ რას ეუბნება? ბადე მომიტანეთ, აბა რამდენი დაიჭირეთ. მოუტანეს და მის წინაშე დათვალეს, ხო? ზღვა ბიბლიაში განასახიერებს რას? სოფლიოს ხალხებს. სოფლიოს ხალხებს. ზღვა არის სიმბოლო. აი როგორც ზღვა ხო ღელავს და რაღაცნაირი ხმა ხო აქვს, აი თქოს ტაშს უკრავს ვიღაც. აი ამიტომაც ზღვა ყოველთვის სიმბოლოა ხალხების, აი ხალხები რო ხმაურობს ხალხი ხო შეკრებილებ და ზღვის ხმა, ზღვასავით ხო მოდის ხალხიდან ხმა, აი სტადიონზე რომ არის ხომე. სტადიონზე რაც ხმა ისმის, თქოს ზღვასთან რო დაგე როცა ღელავს, იგივე ის არის ანალოგია. ამიტომაც ზღვიდან ბადით გამოტანილი თევზები განასახიერებს რას? ხალხებიდან მომიტანეთ ნადავლი, უფალი ეუბნება. მთელი მსოფლიოს ხალხებიდან წადით, მოინადირეთ, მომიტანეთ მე, აბა მაჩვენეთ რა დაიჭირეთ. აი ამას ეუბნება უფალი, ხო? აი ეს არის შინაარსი ამ თევზაობის სასწაულით და მივიდა იესო ნახეთ, აიღო პური და მისცა მათ და ასევე თევზი. მე გაძლევ თქვენ საჭმელს. თქვენ კი არ უნდა დაიჭიროთ. მე გაძლევ თქვენ საკვებს, რაც გჭირდებათ ყოველთვის ვიზრუნებ თქვენ ზრუნავს უფალი მათზე. და ასევე ნახეთ საქმე მოციქულთა საქმის მეათე თავში ეს მინდა ადგილი განახოთ და ნახეთ მეათეს 51 მუხლია. პეტრე შემდეგ ამბობს აი უბრალოდ ამის შესახებ ამბობს მეათეს 51. ჩვენ რომელნიც მასთან ერთად ჭამდით და სვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგო. აი ამ მომენტზე ლაპარაკობს რომ ჩვენ არა მარტო ვიხილეთ ის მკვდრეთით აღმდგარიო, არამედ მასთან ერთად ჭამდით და სვამდით, ნამდვილად აღდგა იგი მკვდრეთით. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ეს არის მესამე გამოცხადება მოციქულებთან. ამის შემდეგ ხდება აი ეს პეტრეს აღდგენა. ნახეთ, მე გამოვყავით პეტრეს აღდგენა. სიყვარული, აღაპე და ფილია. რას ნიშნავს ეს? ნახეთ. ხოლო, როდესაც ისაუზმეს, უთხრა სვიმონ პეტრეს იესომ. სვიმონ იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარ ვარ მე? უთხრა მას პეტრემ,
დიახ უფალო, შენიცი რომ მიყვარხარ, უთხრა მას იესომ, აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას სვიმონ იონასზეო, გიყვარ ვარმე? უთხრა მას პეტრემ, დიახ უფალო, შენიცი რომ მიყვარხარ, უთხრა მას იესომ, წყემსე ჩემი მცხრები. მესამედაც უთხრა მას სვიმონ იონასზეო, გიყვარ ვარმე? შეწუხდა პეტრე, ვინაიდან მესამედ კითხა გიყვარ ვარმეო და უთხრა მას უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი რომ მიყვარხარ, უთხრა მას იესომ, აძოვე ჩემი ცხრები. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ იყავი ახალგაზრდა, სარტყელს შემოირტყამდი ხოლმე და მიდიოდი სადაც გინდოდა, ხოლო როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი და სხვა შემოგარტყამ სარტყელს და წაგიყვანს, სადაც არ გინდა. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა პეტრე ღმერთს. აქამდე წავიკითხოთ ჯერ. ნახეთ? ამის შემდეგ იწყებს იესო პეტრეს აღდგენას. რადგან ჩვენ პავლე მოციქულისგან ვიცით, პავლე მოციქულის პირველი კორინთელთა მე-15 თავში პავლე წერს აღდგომის შემდეგ რა მოხდა და იქ ამბობს, რომ ქრისტეო გამოეცხა და პეტრესო. ანუ პავლე მიცის თვითონ პეტრესგან იცის სავარაუდოდ ალბათ, რომ კვდრეთა აღდგომის შემდეგ ქრისტე პეტრესაც შეხვდა ცალკე. მხოლოდ პეტრეს. იმიტომ რომ ანგელოზებიც ეუბნებიან დედებს, რომ უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს ცალკე გამოყოფს. რადგან იციან პეტრეს გასაჭირი, უფალმა იცის პეტრეს გასაჭირი. პეტრეს უთხარით, რომ გალილეაში შეხვდებით და პავლე მე ამას იმეორებს და მან იცის, რომ უფალი ცალკე შეხვდა პეტრეს, ალბათ იმიტომ, რომ ცალკე ელაპარაკა მასთან, ცალკე გაემხნევებინა. პეტრე ხო ნანობდა, პეტრე ხო იმ წუთში სინანულში ჩავარდა, ტირილი დაიწყო იმ წუთში, როცა სამჯერ უარყო შიშის გამო იმ ღამეს და ამიტომ ცალკე ხო აღადგინა უფალმა პეტრე, გაამხნევა. მაგრამ ახლა რა საკეთებს უფალი? მოციქულების თვალწინ უნდა გააკეთოს იგივე, რომ მოციქულები დარწმუნდნენ, რომ პეტრე ისევ ის პეტრეა. ანუ უფრო კარგი პეტრეა, იმ გაგებით, რომ დაცემული აღდგა და უფალმა ისევ დაადგინა მის მოციქულთა თავად, ხო? მოციქულად. ამიტომაც მოციქულების წინაშე ამბობს ამას. რადგან პეტრე ნახეთ, საქმე მოციქულთაშია ეს. როდესაც სულთმოფენობისას მათ მოეფინათ სულიწმინდის ძალა, ხო? მოციქულები. ვინ წამოდგა და ვინ დაიწყო ქადაგება? პეტრემ. და პეტრე ეუბნება იუდეველებს, რომ თქვენ უარყავით ქრისტე და თქვენ მოკალით ის, ვინც თქვენ ჯულში ნაცნიასწარმეტყველები იყო. მაგრამ საიდან აქვს პეტრეს ეს გაბედულება და კადნიერება? ხო შეიძლება ვიღაცას ეთქვა, კი, მაგრამ შენ რო უარყავი, შენ როგორ ხარ მისი მოციქული? ხო ვერავინ ეტყო, მაგრამ ამას პეტრეს ვეღარავინ ეტყო და იმიტომ რომ მოციქულთა წინაშე მათ ნახეს, რომ უფალმა აღადგინა და ისევ უთხრა გამომყევი მე, ისევ ჩემი მოციქული ხარ, როგორც იყავი. და ამას აკეთებს უფალი ძალიან ფაქიზად და ძალიან საინტერესო სახით. ეუბნება, სამჯერ ხო უარყო პეტრემ ქრისტე და სამჯერ ეკითხება, სვიმონ იონასზეო, გიყვარ ამათზე მეტად და სამივე კითხვა, უყურეთ, ასე სამივე კითხვა სხვადასხვანაირად არის დასმული და სამივე პასუხიც სხვადასხვანაირად არის და ასევე პასუხის შემდეგ ქრისტეს დავალებაც სხვადასხვანაირად ჟღერს, ხო? ანუ ქრისტე ეკითხება, პეტრე პასუხობს და ქრისტე ავალებს მაშინ რაღაცას. სამივე სხვადასხვანაირია. ნახეთ, აი აქ მონაწილეობს სიტყვა გიყვარვარ. ჩვენთან რო ვკითხულობთ ქართულში, სამივეგან ჟღერს გიყვარვარ მე, მიყვარხარ. გიყვარვარ, მიყვარხარ. და ქართული ენა ასეთია, ხო? მაგრამ ბერძნული ასეთი არ არის. ბერძნებს სიყვარულისთვის ჰქონდათ სიყვარულის გამოსახატავად სხვადასხვა სიტყვები, ხო? მაგალითად, აი ცოლ-ქმარის სიყვარულს ისინი გამოხატავდნენ პრაგმა იყო ესეც სიტყვა. აი ცოლ-ქმარს შორის რო უნდა ეთქვათ, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვართ, ამბობენ პრაგმა, ეგეთი სიტყვა იყო. მაგრამ ეს სიყვარულს ნიშნავდა, მაგრამ ნიშნავდა სიყვარულს, რომელიც აი დიდხანს რო იცხოვრეს ერთად ადამიანებმა, ერთად გაატარეს ცხოვრება და ააშენეს ეს ურთიერთობა, აი ამ სიყვარულს ქვია პრაგმა. არის ასეთაც სიტყვა ასეთი, რომელიც გამოხატავს
დედმამის შვილებს შორის სიყვარულს, ნათესავებს შორის სიყვარულს. ამას ქვია სტორგე. არ ისე ამობდნენ რომ დაძმას ერთმანეთი უყვარს, ან ნათესავსაც უყვარს, ამ სტორგეს ხმარობდნენ, იმიტომ რომ ეს სიყვარული არის სისხლით ნათესაობა, ხო? სისხლით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და ამიტომ გვიყვარს, ბუნებრივი ერთმანეთი გვიყვარს. არსებობის სიტყვა მაგალითად მათში იყო ეროსი, ხო? ეროსი იყო მათ მითოლოგიაში თუ სარწმუნოებაში აფროდიტეს შვილი, ხო? სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს შვილი იყო ეროსი და ეროსი იყო ადამიანის შორის მიზიდულებაც, ვნებაც, ერთად ყოფნის სურვილიც, აი ეროტიკული სიყვარულიც, ხო? ერთმა ადამიანებს შორის და არა მარტო სხეულებრივი, არამედ სხვაც. გესმის? მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე? იყო ერთი სიტყვა კიდე, რომელიც ღმერთმა თითქოს შეინახაო ცალკე. ძველ აღთქმაში იყო ებრაულში ასეთი აჰავ, ასეთი სიტყვა, აჰავ, რომელიც ნიშნავდა სიყვარულს, ღვთაებრივ სიყვარულს. აი ღმერთს როგორც უყვარს ადამიანს როგორც უყვარ ღმერთი, ან მაგალითად ლევიანთა წიგნში არის ესეთი, რომ გიყვარდეს მოყვას შენი, ვითაც არ თავი შენი. აი არის აჰავ, გიყვარდეს როგორც მოყვას, ან უანგარო სიყვარული. უპირობო სიყვარული. როცა შენ არ ელოდები პასუხს და არაფერს მისგან, აი ეს აჰავ. და როცა ქრისტემდე მესამე საუკუნეში ითარგმნა ძველი აღთქმა ბერძნულად, ხო? ალექსანდრიაში მოხდა ეს. ეს აჰავ თარგმნეს ბერძნებმა როგორც აგაპე. აგაპე. ეს უმაღლესი საფეხური სიყვარულის, რაც ღმერთსა და ადამიანებს შორის არის, იმას ქვია აღაპე, ან აჰავიდან ითარგმნეს აღაპე. მაგრამ ამ აღაპეს ბერძნები რაღაცნაირად ასე მოხდა, რომ ძალიან ნაკლებად იყენებდნენ ამ ცხოვრებაში და ეს სიტყვა არ გაფუჭდა. არ დაზიანდა, გესმით? აი მაგალითად ეროსი, სიტყვა ეროსი არსად არ არის ნახსენები ახალ აღთქმაში, არსად. რატომ? იმიტომ რომ ეს სიტყვა უფრო დაზიანდა უკვე. ეროტიკა, ნება, 1000 რაღაც გესმით და ეს უკვე აღარ გამოიყენება იმის გადმოსაცემად, რაც ღმერთს და ადამიანს ეხება. ამიტომ ეს აღაპე ღმერთმა შეგვინახა ამისთვის და იოანე აი ამ სიტყვას ხმარობს ზუსტად იქ. როგორც ჩანს, ქრისტეც ამ სიტყვას ეუბნება, როცა ზარამეულად ლაპარაკობს, ამ გაგებით ეუბნება და იოანე მე ამას წერს. ნახეთ ახლა როგორ არის. მეორე სიტყვა აღაპეს შემდეგ არის ფილია. ფილია არის უფრო დაბალი სიყვარული. აი მეგობრებს შორის როცა სიყვარულია. როცა არის სიყვარული, მაგალითად მოძღვარს და მოწაფეს შორის, ხო აი რაღაც დაკავშირებული რო ვართ ერთმანეთთან რაღაც და სოციალურ მდგომარეობაში რო ვართ ერთმანეთთან კავშირში და აი ფილია აი ამ სიყვარულს გამოხატავს. ნახეთ? და ქრისტე ეუბნება ასე ქრისტე კითხვას ასე უძღვებს. სიმონ იონასზე გიყვარ ვარ მე ამაზე მეტად. ქრისტე ხმარობს აღაპეს მე. გიყვარ ვარ მე. აი მაღალი, უმაღლესი სიყვარულით გიყვარ ვარ მე. და პეტრე ვერ ბედავს რომ უთხრავს რომ კი აღაპეთი მიყვარხარ შენ დრას ეუნება ფილიათი პასუხობს კი უფალო მაგრამ მე აი ესეთი სხვანაირი სიყვარულს თუ გავბედავ ვერ ბედავ რომ თქვა რომ აი მოანგარო თავდადებითი სიყვარულით მიყვარხარ იმიტომ რომ მე ხო ვიცი რაც ამემართა შემდეგ ქრისტე ეუნება აძოვე ჩემი კრავები მეორედაც უთხრა სიმონ იონასო გიყვარ ვარ მე ისევ აღაპეს მეუნება ისევ აღაპეს ეკითხება გიყვარ ვარ მე ამ დიდი სიყვარულით პეტრე კვლავ ვერ ბედავს და ეუბნება იმას ფილიას ეუბნება ისე მიყვარხარ შენ ოღონ ისე არა ჩემი ძალები როგორც შემაძლებინებს მე როგორც შეუძლება დამდაბლებულია აქ პეტრე დამდაბლებულია გესმით და ვეღარ ბედავს მესამედაც რომ უთხრა უფალი შედის ასე ვთქვათ მის მდგომარეობაში და აღაპეს აღარ ეუბნება და ისეც ფილიოს ეუბნება. კარგი, გასაგებია რომ შენ ჯერ ამის მეტი ძალა არ გაქვს და გიყვარ ვარ იმ სიყვარულის ძალად შენ გაგაჩნია და კი და პეტრე შეწუხდა ეუბნება შენ ხო ყველაფერი იცი შენ ხომ იცი რომ მიყვარხარ და ეუბნება აზოვე ჩემი ცხვრები. აი ქრისტეს დავალება არის ასევე ძალიან საინტერესო ნახეთ. პირველად ეუბნება აზოვე ჩემი კრავები. კრავი რა არის? ცხვარსა და კრავს შორის რა განსხვავებაა? კრავი პატარაა, ხო? სადღაც 1 წლამდე ცხვარს ქვია კრავი. შემდეგ ცხვარი. აძოვე ჩემი კრავებიო. აძოვე რას ნიშნავს?
საზრდო მიეცი მათ სულიერი საზრდო, ხო? საკვები მიეცი, სულიერი საკვები მიეცი. ოღონდ პატარებს. ეს არის ახალმოსული სარწმუნოებაში ხალხი. კრავები არიან, აი ახლები ვინც არიან, მიეცი მათ სულიერი საზრდო, ანუ მოიზიდე ისი. მეორე დრასეუნება, ნახეთ, მეორე დრასეუნება. დამწყსე ჩემი ცხრებიო. ხო განსხვავებულია აძოვე კრავები, დამწყსე ცხრები. ცხრები უკვე არიან უკვე გამოცდილი მორწმუნეები, ხო? ვინც ახლები კი არ არიან, უკვე ირწმუნეს მათ და დამწყსე. დამწყსე და აძოვეს შორის რა განსხვავებაა? ბერძნულში ზუსტად ასეა. აძოვე არის მხოლოდ საკვებს რო აძლევ და დამწყსე ნიშნავს მოუარე, დაიცავი, ფარეხი აუშენე, გადახურე, დააბინავე, ყველაფერი, ხო? აი ამ ეკლესიასაც ჭირდება, ხო? ანუ ასე თქვა, ყველანაირი საქმე. უპატრონე ეკლესიას, არა მარტო მიეცი სულიერი საზრდო, არამედ უპატრონე ჩემს ცხრებს ეკლესიას. და მესამე დრასეუნება ნახეთ, როგორ წერია მესამე? აძოვე ჩემი ცხრები. რატო ეუნება ამას? ძალიან ღრმა შინაარსი აქვს ამას. უყურე რომ ამ ეკლესიას, კაი აუშენე ეკლესია. კარგი გამრავლდა მრევლი. კარგი გაუნდიდრდა ეკლესია სიტყვაზე, ხო? ანუ დაცული ვართ. გავხდით სახელმწიფო რელიგია სიტყვაზე, აი დამწყსე და აი მივაღწიეთ კარგ მდგომარეობას, სოციალურ მდგომარეობას. აძოვე მაინც ისინი. ანუ რა მიეციო? სულიერი საზრდო არ მივაკლო მათ. სულერთია რამხელა ეკლესია ექნებათ მათ. საზრდო მიეცი მაინც ცხრებსაც. გესმით? შეიძლება უკვე დიდი ასაკის არიან, გამოცდილები არიან, მაგრამ დიდი ეკლესია აქვს შეიძლება. პრივილეგირებულები არიან, მაგრამ საზრდო აძოვე მაინც ყოველთვის მიეცი საზრდო ჩემს ცხრებს, გესმით? აი ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, ეს არის უფლის დავალება მისი მოწაფეების მიმართ, გესმით რომ აი რაც არ უნდა კარგად ვიყოთ ეკლესია სახელმწიფოში სიტყვაზე, ხო? აი მოწყობილები კარგად ვართ, არაფერი არ გვაკლია, ხო? საზრდო სულიერი რა არის სულიერი საზრდო? ღვთის სიტყვა. ეს არ დაივიწყო. რაც არ უნდა მაგრები იყოთ, არ დაივიწყო, რომ უნდა აძოვო, მაინც სულიერი საზრდო უნდა მისცე მათ. ხო, აი ჩვენ მე აპოკალიფსისში ვხედავთ, როცა იმ 7 ეკლესიას წერილებს უფალი პერგამონს წერს, პერგამონი იყო ძალიან ისეთი, პერგამონი არა, ლაოდიკეას წერს, რომ ძალიან მდიდარი ქალაქი იყო ლაოდიკეა და ეუბნება, რომ ყველაფერი გაქვთო, მაგრამ აი ეს არა გაქვთო. უმდიდრესი ხართო, მაგრამ საზრდო არა გაქვთო, არ აძოვებთო თქვენ ცხრებს. ხებით? აი ეს ამაზეა ლაპარაკი. ხო გასაგებია. აი სამი დავალება და სამი პასუხი პეტრესი. და შემდეგ უფალი ეუბნება მას, რომ შენ სანამ ახალგაზრდა იყავი, როგორც გინდა ისე დადიოდი, მაგრამ როცა მოხუცდები, ასაკში რო შეხვალ, ხელებს გაიწვდი, ხელებს რო გაიწვდი, რას შვებიან ხოლმე? მოგაბავენ, როგორც პატიმრები მიყავთ, გაიწვდი ხელებს და წაგიყვანენ იქ, სადაც შენ არ გინდა. ამითიო უწინასწარმეთ ყველაო ქრისტემო, როგორი სიკვდილით მოკვდებოდა პეტრეო. რადგან პეტრე ხო პირდებოდა უფალს, რომ რაო, თავს დავდებ შენთვისო. სხვაებმა ყველამ რომ გიღალატონ, მე არაო, მეო სიკვდილზეც კი წავალ შენთვისო. ხო უთხრა ახალგაზრდობისას. ქრისტე უნება რომ ხომ მაგას ხო გინდოდა ეგ მოხდება, ოღონდ სხვა ბოლოს რო შენ როცა ასაკში ხარ, ეგრე მოხდება, ამას ეუბნება ქრისტე. და მართლაც პეტრე ჩვენ ვიცით რომ გადმოცემით ვიცით რომ პეტრე ჯვარს აწვეს რომში ნერონის, იმპერატორ ნერონის დროს მართლა ჯვარს აწვეს პეტრე და ასეთი მოწამეებრივი სიკვდილით აღესრულა, როგორც უთხრა მას უფალმა. და ეს რო უთხრაო, ნახეთ, ეს არის მე-19 მუხლი, მე-19 მუხლის მეორე ნახევარი. ეს რომ თქვა, უთხრა, გამომყევი მე. როგორ გონიათ, პეტრე იესო ადგა და მიდის და გამომყევი უთხრა თუ უბრალოდ გამომყევი მგაგებით რომ შემოწაფე იყავი და იქვე სხედან ისე. როგორ შემოწაფე იყავიო. კიდევ როგორ გონიათ? ნახეთ, აი ძალიან კარგი რაღაცაა და ჩვენ ხარ თქვი. ჩემი მოწაფე იყავიო, მაგრამ ნახე, აი მხოლოდ ეს მუხლი თუ წავიკითხეთ ჩვენ, გვეგონება რომ იქ ისხდნენ და უფალმა უთხრა გამომყევი.
უკვე შემდეგი მუხლები გვაჩვენებს ჩვენ რომ უფალი ადგა და მიდის იქიდან. და პეტრეს ეუბნება, ნახეთ შემდეგი მუხლი როგორია? შემოbrunდა პეტრე და დაინახა რომ უკან მისდევდა მოწაფე რომელიც უყვარდა იესოს. ანუ ადგნენ და მართლაც უფალი ადგა და მიდის. და პეტრეს უთხრა, წავუმყევიო მე. და დაინახა პეტრემ რომ იოანეც უკან მისდევს რომელიც უფალს უყვარდა და რომელმაც სერობის მის მკერდზე მიყნობილმა უთხრა უფალო ვინ გაგცემს შენო? ანუ იოანე თავის თავზე ამბობს. ეს რომ დაინახა პეტრემ უთხრა იესოს უფალო კი მაგრამ ეს რა? რას ნიშნავს ეს? პეტრემ რატო უთხრა ეს? ეს რატო მოდისო? კიდევ? აი ცოტა ისეთი ეს ფრაზა ცოტა რთულად დასათაგმის და გასაგებიცაა. აი ეს რა ეუბნება? რატომ მოდის არ აქვს? ესო? უფალო ესო? აქ იოანე ოქროპერიც ასე განმარტავს ამას და ვენდოთ იოანე ოქროპერს რომ იცის რასაც ამბობს, რომ პეტრეს და იოანესო ძალიან დიდი სიახლოვე ჰქონდათ ერთმანეთთან. მეგობრები იყვნენ, ხო? გახსოვთ თაბორის მთაზე რო აიყვანა ფერისცვალებისას, ვინ იყვნენ? პეტრე, იოანე და იაკობი. გახსოვთ სერობაზე როცა უფალი ამბობს ერთი თქვენგანი გამცემს მე პეტრემ ანიშნა იოანესო რომ კითხე აბა ვინ არისო? ანუ რაღაცა მესაიდუმლოები მეგობრებივით იყვნენ და იოანე პეტრე რო ეუბნება რომ პეტრე რომ მისდევს უფალს, პეტრე მოbrunდა და უფალო ესო ამის რა ეშველება ამასო? ეს არ წამოყვებაო? ანუ თქოს არ უნდა რომ დატოვოს ეს აქ იოანე პეტრეს რომ ხო მესაიდუმლოები არიან ერთმანეთის და ესო უფალო ეს არ წამოვაო? და ქრისტე ეუბნება მე თუ მნებავს რომ მე გიყოს ვიდრე მოვალ შენ რა? შენ მე გამომყევი. პეტრე ქრისტე ასე სიტყვას ეუბნება რომ მე თუ მინდაო რომ მე გიყოს იმ დრომდე სანამ მე მეორედ მოვალო შენ რა? შენ წამომყევი, შენ შენი საქმე გააკეთე. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის რომ ეს მოწაფე არ მოკვდება. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს რომ არ მოკვდებაო, არამედ თუ კი მნებავს რომ ეგ იყოს ვიდრე მოვალ, მერე შენ რაო? ესმით? ანუ უფალი ამბობს ამას გულისხმობს რომ აი მე რომც მინდოდეს რომ ეგ დარჩეს, ჩემს მეორე მოსვლამდე არ მოკვდეს, შენი რა საქმეა? მას თავისი გზა აქვს, შენ შენი გზა გაქვს. მას თავის დავალება აქვს, შენ შენი დავალება აქვს. შენ მე წამომღები, შენ გააკეთე ის, რაც მე შენ გითხარი. იმასთან მე ვიცი ჩემი საქმე. და მაგრამ უფალმა ეს იმიტომ კი არ თქვაო იოანემ, თვითონ ამბობს იოანე. ამიტომ ხალხმა გაავრცელესო ხმებიო, რომ მე არ მოკვდებიო. და ვიქნები მის მოსვლამდეო. მაგრამ არ უთქვია უფალს მასეო, თვითონ ამბობს თავისუფლად მე მოკვდებიო, მე მოკვდავიო იოანე ამბობს. არამედ ის თქვაო რომ რომც მინდოდესო მისი ყოფნა შენ რა და მართლაც ნახეთ ისტორიულად როგორ მოხდა ყველა მოციქულები ნენელა აღესრულნენ ხო სადღაც 60-იან წლებში თითქმის ბევრი მათგანი უკვე აღარ იყო ცოცხალი იოანე ცოცხლობს და პირველი საუკუნის ბოლომდე იცოცხლა იოანემ ძალიან ხნიერი იყო როცა აღესრულა და პირველი საუკუნის ბოლოს 90-იან წლებში ის წერს აპოკალიფსის გამოცხადებას ბატონოზე როცა ტყვე არის უკვე იოანე და ამანად შეუწყო ხელი ალბათ ამ ამბების გავრცელებას იმიტომ რომ იოანე არ კვდება ყველა გარდაიცვალა და იოანე რჩება რომ მაგრამ ასე არ ყოფილაო ამბობს იოანე და 24 და 25 მუხლი ბოლო ორი მუხლი არის ფაქტიურად ეპილოგი ამ სახარების და ნახეთ რა ამბობს ეს არის მოწაფე რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს და ვიცით რომ ჭეშმარიტია მოწმობა მისი. ეს თავისთავზე ამბობს, ეს არის ის მოწაფე, ვინც ეს დაწერა და ჭეშმარიტია მისი მოწმობა და ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილი იყო, გონებ ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. ბევრი სხვა რამეც მოხდა უფალი იოანე ამბობს, ბევრი სხვა რამეც იმ 3 წელიწადშიც აღდგომის შემდეგაც ჩვენ შეიძლება არ ვიცით, მაგრამ ყველაფერი არ ჩაწერილა, დაიწერა ეს, იმიტომ რომ ნახეთ 24 თავი ნახეთ, 24 თავში რას ამბობს უფალი იოანე?
ეს 31 მუხლი, 24-ს 31 მუხლი. 30-31. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძეღმთისა, რათა მორწმუნედ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელი. ეს ყველაფერი ამიტომ დაიწერა, რომ ირწმუნოთ, რომ ის იეშუა, ვისაც თქვენ ხედავდით, უსმენდით, ხელით ეხებოდით, ის არის ძეღმთისა და ის არის მესია. და ბოლო მუხლი ნახეთ, რომ დაწერილიყო ეს საქმეებიო, მთელი მსოფლიო ვერ დაიტევდა ამ წიგნებსო. თქო უნდა ეს შეიძლება გავიგოთ როგორც მეტაფორა, ხო, რომ აი იმდენი წიგნი იქნებოდა, რომ დედამიწაზე არ დაეტევოდა, ხო? ეს მეტაფორა რა, თქო უნდა გადატანით მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ. მაგრამ ნახეთ, გამოვყავდით, მის დიდებას გარშემო უწერელ ღმერთი ღმერთი არის გარშემო უწერელი, ხო, ანუ მას არ აქვს საზღვარი. მის დიდებას ვერ იტევს ქვეყანა და ვერ წიგნები ვერ დაიტევს მის დიდებას. ანუ, ნახეთ, იოანეს სახარება როგორ იწყება? აი, ეს ძალიან საინტერესოა. როგორ იწყებს იოანე თავის სახარებას? პირველი მუხლი, პირველი მუხლი. დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ის სიტყვა არის იესო ქრისტე და ის იყო თავად ღმერთი. და ასე ასრულებს, რომ აი ამ ღმერთზე, ამ სიტყვაზე, რაც მე გელაპარაკეთ, იმდენად დაუტევნელია მის შესახებ ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ სოფლიო წიგნები ვერ დაიტევდნენ მას. და ბერძნულში ასეა, ნახეთ, ქვეყანა ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს, ხო წერია? ბერძნულში საინტერესოა რატო? დაწერილ წიგნებს არის გრაფომენა და გრაფომენა ბიბლია. გრაფე ხო, გასაგებია დაწერილი ბიბლიაო. ვერ დაიტევდა დაწერილი ბიბლიაო. იმიტომ რომ ბერძნულში წიგნი არის ბიბლოს და ბიბლია მრავლობითში არის ბიბლია. და ფაქტურად იოანე ამას ამბობს, რომ აი ბიბლიაშიც კი რაც ჩვენ გაგვეცხადა ღვთის დიდებას ესეც ვერ იტევს. იმდენად დიდია ღმერთი, მიუსწომელი, უსაზრო, შეუცნობელი და გარშემოუწერელი. აი რაც ჩვენ გაგვეცხადა, ამას თუ შევიცნობთ, ჩვენ შევიცნობთ ჩვენი ძალების და შესაბამისად ვინ არის ღმერთი. ვერ დაიტევს სამყარო მის დიდებას, ვერ იტევს სამყარო მის დიდებას. აი ესე მთავრდება იოანეს სახარება, მგონი ამით დავასრულოთ ჩვენს. დავამთავრეთ ამითი განმარტებამ სახარების, რომელიც ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას ეძღვნება. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ ამაზე, რომ იოანეს სახარება ხედავს ქრისტეს როგორც ღმერთს. ღვთაებრივი პრიზმიდან უყურებს ღმერთს იოანე მის სახარებაში, რომ დაგვანახოს, რომ ის არის ღმერთი, ხო? მათე ხედავს მას როგორც მეფეს, იუდეველთა მეფეს. მარკოზი ხედავს მას როგორც მსახურს, ღმერთის მსახურს. ლუკა ხედავს მას როგორც ადამიანს, და ლუკა ხო ექიმი იყო თავად. და როგორც ადამიანს ისე ხედავს, ანუ როგორც ადამიანურ ღვთისმსახურებას ბევრს იპოვით ქრისტესი ლუკას სახარებაში და იოანე, რომელიც ყველაზე უყვარდა უფალსო, ის მოწაფე ხედავს ღმერთს მასში და გვაჩვენებს, რომ ის იყო განკაცებული ღმერთი. ამით დავამთავროთ მადლობა ღმერთს. მე ფიქრობ, რომ ჩვენ შევისვენოთ რაღაცა პერიოდი, რომ ეს ყველაფერი გადავამუშაოთ, რაც ჩვენ მოვისმინეთ და წავიკითხეთ და შემდეგ შევუდგეთ სხვა სახარების განმარტებას. რაღაც პერიოდის მერე შეგვიძლია შევუდგეთ მათეს ან ლუკას სახარების განმარტებას და შევავსოთ ეს ჩვენი ცოდნა განკაცებულ ღმერთზე. დიდება მის სახელს. ამინ. მადლობა თქვენ. მადლობა.